ვიდეო არტი თანამედროვე ვიდეო ხელოვნების დარგია, ხოლო ვიდეო არტის ნაწარმოები ეს ამ მცირე ხანგრძლივობის ვიდეო ფილმის შექმნილი მხატვრების მიერ. იგი 1960 წლებში გამოჩნდა, როდესაც ფილმმა Sony-მ პირველად გამოუშვა პორტატული ვიდეო კამერა, ხოლო ვიდეო არტის პირველი ნაწარმოები ამ ვიდეო კამერით შექმნა ნამ ჯუნ პაიკმა. კორეელი ნამ ჯუნ პაიკი დაიბადა სეულში. გარდაიცვალა 2006 წელს. სწავლობდა ტოკიოს უნივერსიტეტში, განათლებით მუსიკოსი იყო, არნოლდ შონბერგის შემოქმედების სპეციალისტი. ევროპაში მოგზაურობის დროს ჩამოაყალიბა პოსტსურეალისტური მოძრაობა ჯონ კეიჯთან და ჯორჯ მაკიუნასთან ერთად. მათი იდეა იყო მხატვრული პერფორმანსების მეშვეობით დაეკავშირებინათ ერთმანეთთან მათემატიკა და თანამედროვე ფილოსოფია თანამედროვე ხელოვნებასთან. ნამ ჯუნ პაიკმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ტელევიზია აერთიანებს ამ ყველაფერს ერთად. მან გადაიღო რომის პაპის გასეირნება ნიუ-იორკის ქუჩებში, ნამუშევარი იმავე საღამოს იქნა ნაჩვენები ტელევიზიით. ვიდეო არტი, როგორც ხელოვნების ჟანრი, მოგვიანებით ჩამოყალიბდა და დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია. პირველი გამოფენა გაიმართა ვუპერტალში, სადაც დამონტაჟებული ტელევიზორების, რომელთაგან რამოდენიმე მათგანი გადმოყირავებულ მდგომარეობაში იყო, ეკრანებზე ნაჩვენები იქნა დამახინჯებული გამოსახულება. ხატრების თავაზობდნენ მაყურებელს არა მარტო ენახათ გამოსახულება, არამედ გაეაზრებინათ იგი ამ ფორმით. 1964 წელს ნამ ჯუნ პაიკი გადადის ნიუ-იორკში, მუშაობს პორტატული კამერით. მას ეხმარებიან მუსიკოსები ჯონ კეიჯი, ლორი ანდერსონი და ქორეოგრაფი მერც კანინგტონი. 1974 წლებში იგი მუშაობს პროექტებზე ვიოლონჩელისტი ქალი, ტევე გარდენი და ტევე კლოკი. 2000 წელს გუგენჰაიმის მუზეუმში ნაჩვენები იქნა ჯუნ პაიკის დიდი გამოფენა. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ პაიკის ნამუშევრებმა შეცვალეს დამოკიდებულება ტელევიზიის მიმართ და მასობრივი ინფორმაციის ეს საშუალება გადააქციეს ხელოვნების საგდად. მისმა ნამუშევრებმა დაამტკიცეს, რომ ვიდეო კლიპები, მათ შორის მუსიკალურიც, დიდ როლს თამაშობს თანამედროვე მასობრივ კულტურაში. ამ ახალ მიმართულებას თავისი ფილოსოფიური ბაზისიც გააჩნდა. ვიდეო არტის მიმდევრებისთვის ამომავალ წერტილად იქცა კულტურის ფილოსოფიაში ტექნიციზმის წარმომადგენლის, კანადელი ლიტერატურათმცოდნის, სოციოლოგის და კულტუროლოგის ჰარბერტ მარშალ მაკლუენის მხატვრულ-სოციოლოგიური თეორია.